ფორუმი იმართება, რომელიც წყლის სისტემების მართვას ეძღვნება. კომპანია აკვალი არის პარტნიორი, ორგანიზატორი, ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი, მადლობა მინდა გადავხადო მათ და ყავს საერთაშორისო უცხოელი სტუმრები. მათი მონაწილეობაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება საქართველოში წყლის სისტემების განვითარებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი შემდეგ წლებში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, პროექტები. Ჯერ არის საშუალო წლიური ინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილი სახელმწიფოს მხრიდან წყლის სისტემების მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საბოლოო მიზანია, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება, მაღალი ხარისხის წყლით მომარაგება იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ეს პროგრამა სათანადო განხორციელდება. დებატების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა ფასების საკითხთან დაკავშირებით. ინიციატორი თქვენ ხართ დებატების. ზოგადად გუშინდელმა მოცემულობამ კითხვა-პასუხმა რა აჩვენა ამ მიმართულებით? რა გამოწვევის წინაშე არიან დღეს თუნდაც სუპერმარკეტები ფასების რეგულირების ფასების საკითხზე როგორი არის იგივე თემაზე როდესაც ამბობს მათ შორის თქვენ თანამშრომლები ბატონები რომ ერთი უბანი ერთი მარკეტია ამ შემთხვევაში ხო უნდა შევამციროთ მარკეტების რაოდენობა ეს ფასებს შეამცირებთ ასე რომ დასაქმებულების კომპონენტის ადმინისტრაცია უშინ პირველად ახსენეთ შეიძლება რეგულატორი და მიწოდების ქსელის შექმნა სახელმწიფოსგან რომელი ფერმის პრაქტიკა არის და რა შემთხვევაში გადაწყვეტ რა მიწოდების ქსელზე არის საუბარი. ზოგადად დისკუსია მე მგონი საინტერესოდ წარიმართა. იმედია რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო მასთან დაკავშირებით როგორ წარმოიქმნება ფასები, სურსათის ფასები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთვის თავარია რომ საბოლოო ჯამში პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად, ჩვენ ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ბუნებრივია გაგრძელდება პირველ რიგში ბიზნესთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია ამ ზომასაც მიმართ. შეერთებული შტატების ლიდერებისგან მოგესმინეთ საკმაოდ პოზიტიური გზავნილები და დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება მოიაზრებოდეს ურთიერთობების გადაწყვეტა რუსთაველთან? არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე, ჩვენი მხრიდან ხელი არის გაცდული, ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რა თქმა უნდა, ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა დავალოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ევროპელი ლიდერების გუშინ თლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით ამ დებატებში და 8-დან 7-მა გამოვლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული, ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს. საქართველოს მიმართებაში უსამართლო კრიტიკა, მათ შორის მშვიდობის პოლიტიკის გამო პრორუსობის დაბრალება ხელისუფლებისათვის. გასაგები აქაც არის ორმაგი სტანდარტები, რასაც ავლენს
ევროპული ბიუროკრატია დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირ დიალოგი იმ საბაბით, რომ ჭყალებში საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა. ხო, ხედავთ სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ნუ ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენის შემდეგ საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირ დიალოგის აღდგენას. მან დანიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რომელიც ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებდა. მუდმივად გვესმის კრიტიკა, მათ შორის ბრიტანეთის მხრიდან. ახლა ადგილობრივობის და ზოგადად მოსახლეობას მოითხოვს თავად პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც. როგორი არის ეს პოზიცია ამ შემთხვევაში თქვენი? ჩვენ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩავერევით. მათი გადასაწყვეტია როგორი იქნება შესაბამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბედი, ხო? ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის საქმეებში, რაც არ უნდა კონტექსტი კონდეს შესაბამის, ასე ვთქვათ, მოცემულობას. განათლების რეფორმაზე ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანება თქვენი გადაწყვეტილებით, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რას მოუტანს ის მოცემულობა სტუდენტებს და უნივერსიტეტს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტი? აქაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოусმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, მათი პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ ამ ხედველობაში და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ერთად შევჯერდით ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვესები ამ მიმართულებით, ისე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო სექტორს, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით გჭირდება კადრები, გჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინერებს, არქიტექტორებს და ამ შემდეგ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას. სიღარიბის შემცირებაზე პირველ რიგში გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა. და ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, შარშანდელი მონაცემები 7.9% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ 1.100.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ხوارს მიღმა. ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9.4%, ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო, ასე ვთქვათ, კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის თლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის სოფლიო კორუფციის ინდექსი გავაგზავნოთ, კორუფციის ინდექსის გამოქვეყნდა და ბაკანოირა. მოდით, აი, უპასუხებდა მე. საქმესთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი პოზიცია, მიზანი რა არის და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ პასუხები იყოს კითხვებზე გაცემა. საბოტაჟის საქმეზე, რაზეც პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და სასამართლო პროცესი არის რუაყურებ. ნუ ეს არის რეალურად პროკურატურის საქმე. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი, სადაც არის დანაშაული, იქ უნდა იყოს სასჯელიც, სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია. ადამიანების მიზნები, პოლიტიკური პირების, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოგვიყვება. ნუ მიზანი ცხადია რაც იყო, მიზანი იყო სახელმწიფო სისტემის შერყევა, თუმცა მიზანს მათ ვერ მიაღწიეს, მაგრამ ცდილობაც უკვე არის დასჭირდა. პოლარიზაციაზე ვიკითხოთ, როცა საუბრობთ, უკვე დიდი ხანია რომ საზოგადოება გახლეჩილია, რომ გაერთიანება გინდა და პოლარიზაციის შემცირება, რას აკეთებთ ამისთვის, ან ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ მაგალითად დღეს არის ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესი, თითქმის ოპოზიციაში ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური კლასი ახლა არის ბრალდებული, ციხეში არიან ადამიანები
შარშანდელი მოვლენების შემდეგ და მათი მშობლები დგანან ქუჩაში. პოლარიზაციის შემცირება თქვენი მხოლოდ სიტყვებია თუ მხოლოდ დებატებზე დაჯდომა არის თქვენი მხრიდან დეპოლარიზაციის მცდელობა? თვითონ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა, ეს ერთი. და კონკრეტული ადამიანები, როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დასჯელა ამისათვის. და მან გააღრმოვა პოლარიზაცია, მან გააღრმოვა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ-ახალი დანაშაულები ჩაედინათ. ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. და მეორე ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხზე. რასაც ქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში, მზად ვარ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის და დისკუსიებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა გქონდეს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის საშუალება. ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, თუნდაც ამ საკითხზე, რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს. ვიზეს დასრულდა იმაზე ვთქვი. ვიზეს დასრულდა იმაზე ვთქვი. გაქვთ იმისთვის რომ ეს ადამიანები გაათავისუფლოთ გამომდინარე იქიდან რომ მე მახსოვს შარშან იყო ერთ-ერთი კვლევა რომელთაც თქვენი პარტიის ამომრჩევლებით ფიქრობდნენ რომ სინდისის პატიმრობის არსებობა პროცესში პოლარიზებას კიდევ უფრო მეტად დააღრმავებდა და პრობლემებს შექმნიდა. ეს თქვენი კვლევა მე ვერ ვფიქრობ არსებობდა ერთ-ერთი თქვენი კვლევა. ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ თქვენს გეცოდინება თქვენი ამომრჩევლებით ამას პრობლემურად თქვენი კვლევის თანახმად კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ობიექტური კვლევები. სიტუაციის დასაწყნარებლად შეგვიძლია სიტუაციას გამოიყენოთ ან სხვა თავარი რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, თქვენ ნახეთ სადამდე მიიყვანა ეს ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა, ხო? 5 რევოლუციის სტელობა ქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ ვერ იყო, არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა სამართლის უზენაესობა რომლებიც ციხეში არიან. არა, ციხეში ვინც არის, მათთან არა, ციხეში ვინც არის, მათთან რა თქვია დებატი. თქვენ მიმართ ლოიალურად განსხვავებულ მედიაში თუ კი დებატებზე დასხდებით ვინ? ციხეში ვინც არიან, იმათ უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება ქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებები, მათთან მზად ვართ ბუნებრივია დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ყველა ობიექტური შეფასების თანახმად საქართველოს არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა კორუფციის სიმცირე, სადაც ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით, როგორც მოგეხსენება, ჩარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და გულისხმობ არა მხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ პირველ რიგში გულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო მაგალითად ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრა და ასე შემდეგ. ხო, ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და რა თქმა უნდა მიმართულებით გაგრძელდება. განვითარების ბანკზე მინდა გითხოთ ბატონო როკლი, გუშინ მარიამ ქრიშმა თქვა რომ შეიძლება ენერგეტიკის მიმართულებად დაფინანსებოს და დაფინანსების წყარო განვითარების ბანკს რა იქნება უშუალოდ კრედიტებს გასცემს როგორც ჩვეულებრივი ბანკები თუ იმათ ენერგეტიკაში როგორ შევა თუ აი დეტალებზე როგორ გითხრათ შეიძლება. ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს
რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იობირირებს ეს ბანკი, იმუშავებს ეს ბანკი, ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. ან ენერგეტიკის სექტორს თუ შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც, ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოახსენებ მოგვიანებით. დაფინანსების კრედიტებს გასცეთა, კრედიტებს ეგ კითხავ, კრედიტებს თუ გასცეთა. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, ხო, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ან ენერგეტიკის განვითარების ფონდის გაუქმებას იგეგმება. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. მაინც გვაინტერესებს მეტალურად თქვენი მასში თქვენი გითხრა მზადვართ დისკუსიებისთვის მათ შორის ევროკავშირთან. თუმცა არსებობს უკვე ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომ შესაძლოა სანქციების პაკეტში მეოცე პაკეტში ამასთან დაკავშირებით თქვენი საქართველოს ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან, ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის ევროკავშირთან. აი დოკუმენტში წერია საფუძველი, რის გამოც მეოცე პაკეტში მოხდება რუსული ნავთობის ტრანსპორტირება და ექსპორტი გემებით, რომელიც მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკას იყენებს. ან რუსული ნავთობი კულევის პორტით გადადის ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით და უკვე პრინციპში თქვენთან შეიძლება არა, მაგრამ ყოველკვირა ვსვამთ კითხვას კულევის პორტზე, რადგან სულ არის კითხვები. გადადის რუსული ნავთობი, ან უკრაინის მიერ სანქცირებული გემით გადადის და ასე შემდეგ. და ვინ აგებს მაშინ პასუხს, თუ კი მართლაც დასანქცირდა ქართული პორტი? კულევი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი, ბუნებრივია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ თუ არის კითხვები, მზად ვართ კითხვებს გავცეთ პასუხი, დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები. აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციების. ენერგეტიკის განვითარების ფონდის შეერთებაც იგეგმება. ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახსენეთ. თუ კი რაიმესთან გაერთიანდება, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, გავაცნობ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას. შეიძლება სულ თქვენთვის ხომ არის ცნობილი ფაქტები, რომელზეც სვამს მედია კითხვას უკვე დიდი ხანია. მაგალითად 30 იანვარს შემოვიდა უკრაინის მიერ სანქცირებული გემი და მანამდე ამ გემის ფლობელები ამერიკამ და ბრიტანეთმა დაასანქცირა. ასევე ოქტომბერში იყო ასეთი შემთხვევა, როცა შემოვიდა გემი კაისერით რუსული ნავთობი და როცა კითხვებია თქვენ არ მოგიკითხავთ ამ დრომდე რა ხდება? ჩვენ მზად ვართ კონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ეს არის ჩვენი ღიაობა, რომელსაც კიდევ ერთხელ რა გექნებათ პასუხი მათთვის? წარუდგენთ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა, ყველა დეტალთან დაკავშირებით სადღაც წარუდგენოთ ინფორმაციას. მოიკითხეთ ეს საკითხი, კულევის გადის თუ არა სანქცია? რა თქმა უნდა, ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოხატავთ სრულ ღიაობას, კონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. და პოზიცია რა არის ხელისუფლების, რატომ გეხმარებით? ევროკავშირს გავაცნობთ, არავის არაფერში არ ვეხმარებით, ევროკავშირს გავაცნობთ ჩვენ პოზიციას და ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, სადვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის. ფასებთან დაკავშირებით კონფერენციასთან დაკავშირებით მოგკითხა 19 დაიმართება ეს კონფერენცია. გასულ წელს ჩვენ გვახსოვს არ მივდივართ თავიდან არავინ არის რა კონფერენცია? მიუხედავად საქართველოს კონფერენციას. წელს თუ შეიცვალა ამ პროგრამი და თუ მიიღეთ მოსაწვევი მაგალითად რომელიმე წევრმა ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოქმნილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება ამასთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი, საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე. მე არ ვიცი ეს რას გეუბნებათ. კიდევ ერთხელ მთავრობამ მიიღო მოსაწვევი, მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. თუ შეიძლება JD Vance-ს გითხავთ, ასევე ის სამხრეთ კავკასიაში გახსენებათ სომხეთში ჰქონდა შეხვედრები და ფაშინიანთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და უსაფრთხოების შეთავაზებით ჩავიდა. მაქვს კითხვა შეეძლოთ თუ არა, ან იყო თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენთანაც გქონოდა შეერთებული შტატების მაღალჩინოსან შეთანხმებები ან შეთავაზებები, რატომ არ ხდება ჩვენთან ეს და თუ მიპასუხებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობები,
გავიდა წელიწად ნახევარი და რატომ ვერ ხდება ურთიერთობების აღდგენა? ჩვენ გამოხატული გვაქვს ჩვენი პოზიცია. სად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია, ველოდებით შემხოდრა ამბიციებს. ძალიან მარტივად არის საქმე. ახალი ბანკი კრედიტებს გასცემს, აი ამაზე მივახერხეთ რა კრედიტებს გასცემს. ყველა დეტალთან დაკავშირებით მოგვიანებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას. აბა რატო იმას კრედიტებს გასცემს? კრედიტებს გასცემენ დღეს კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის ამ ბანკში იქნებიან გაერთიანებული, ბუნებრივი ამ ფორმით გაგრძელდება ბანკის ფუნქციონირებაც, ხო, კრედიტების გაცემა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ბუნებრივია, ბანკის პრაქტიკის ნაწილიც იქნება კრედიტების გაცემა. კრედიტებს არ გასცემს აწარმოებაში ფუნქციონირებას შედის ბატონო. კრედიტებს არ გასცემს აწარმოებს საქართველოში. ნახეთ, ინსტიტუციური რეფორმა დასრულდება და დეტალურად წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით იმუშავებს ბანკი. თქვენ როცა ამბობთ, რომ ელოდებით, რამდენი ხანი შეიძლება მოვისმინოთ ეს პასუხი, რომ ელოდებით შემთხვევით ნაბიჯებს? რამდენი ხანიც იქნება საჯარო? რამდენი ხანიც იქნება საჯარო დავალდება, ამდენხანს დავალოდები. აი სახელმწიფო დეპარტამენტში რომ იყო მინისტრის მოადგილე და JD Vance, იგივე JD Vance ხომ შეხვდნენ მილანში, ხომ ასე ამბობთ. და რატომ ვერ მოხდა მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ისე დაგეგმა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. რამდენიც იქნება საჯარო? რამდენიც იქნება საჯარო? ჩვენ არაფერს ახალ ადმინისტრაციაზე ზაზა შათერიშვილის პოზიციას როგორ გამოეხმაურებით? ეს არის ზაზა შათერიშვილის პოზიცია, ხო? ზაზა შათერიშვილის პოზიცია. ზაზა შათერიშვილის პოზიცია, მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობ, ხო? მე მაქვს ჩემი პოზიციები, რაზეც ვსაუბრობ. რასაც მე ვამბობ, ის არის ჩემი პოზიცია, რასაც ამბობს ზაზა შათერიშვილი, ის არის ზაზა შათერიშვილის პოზიცია. მე ისი თქმაც მინდა ხოლმე არ მიჭერს იმის თქმა, როგორც მოგეხსენება. და ისრაელთან ურთიერთობები როგორ აქვს დონალდ ტრამპს? რასაც ატყობთ მის ბოლო ქმედებებში? ამარცხებს დიფსენს თუ არა? ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების შემხოთ პოზიციას, ვნახოთ მოთმინებით და ველოდებით მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის. და ბოლოს ხანობს ფასებზე, თუ შეიძლება როცა საუბრობთ კაბალურ და ამაზე დაასრულოს და საქართველოს სად არის საერთაშორისო თვისწესრიგი? JD Vance-ის ვიზიტს რეგიონში, სადაც არ არის მოაზრებული საქართველოს, ეს რას ნიშნავს? ბატონოებაზე. და ამის ფონზე როგორ შეიძლება ამტკიცოთ, რომ ამერიკა საქართველოს შორის ურთიერთობები გადაეჭირება? მე გითხარით, მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე გითხარით, რომ მოთმინებით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. მოთმინებების ამოგეწურება. არასოდეს. თქვენ რა ნაბიჯებს გადადგამთ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გადაეჭიროს ბატონო? ჩვენ თავარი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, ღიად გამოხადეთ ჩვენი პოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. თქვით, რომ მზად ვართ ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორი მხარის ინტერესები, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ხო? დასწრების კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. დასწრების კომისია არავისთვის არ არის საინტერესო. აი ამ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა. დასწრების კომისია არის Deep State-ის პატარა ნასხლეტი ამერიკულ სტრუქტურებში, რაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაციასაც არ აინტერესებს. აი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი მაკაბოჭრიშვილმაც გამოხატა ხომ და მიხეილ ყავალაშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსთან. ალბათ საფრთხების მაღალჩინოსთან შეხვედრაზეც გამოიხატა ეს სურვილი. რაიმე დაპირება მიიღეს, თქვენ გქონდათ საუბარი, მზაობა მაგალითად ამერიკელ მაღალჩინოსთან საქმით თუ არა? პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ ისაუბრეს იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რაც მოისმინეს. და ეს გზავნილები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიმყარებს ოპტიმიზმს და ჩვენ ვნახოთ მოთმინებით და ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. არ მოგისმენია, გეთახმებით. არ მოგისმენია, ამიტომ მოთმინებით ველოდებით კლავაც ამერიკულ პოზიციას. კარტელულ გარიგებებზე საუბრობთ. კაი, ბოლო კითხვა და წავედით. კარტელულ გარიგებებზე კითხვა დამასმენია. როდესაც ის საუბრობს, რომ ამერიკულ მხარეს აქვს მენა ესეთი რაღაცა
ვერ დააძალებ ადამიანს. რწმენა არის რწმენა. ანუ სიტყვაზე უნდა დაუჯეროთ. უნდა ირწმუნოთ. ბატონო ირაკლი, ფასებზე როცა საუბრობთ და გარდაულ გარიგებებზე, რას გულისხმობთ, იმიტომ რომ თუკი არსებობდა ბიზნესის გარიგებები, ხომ არ იყო ეს გარიგება ყოფილ მაღალ შემოსევთან, მაგალითად ჯილუაშვილთან, ამ გარიგაშვილთან კარდაულ არ ამგონია, არაფერ შუაში არიან თანამდებობის პირები. შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებს შორის შესაბამისი კარტელური გარიგებები, რასაც რა თქმა უნდა მტკიცებით ფორმით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე შეიძლება კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ, მაგრამ ზოგადად ეჭვსაჩეს მაღალი ფასები. ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენი ვნახოთ. ჩვენ არ ამგონია. რა შუაში თანამდებობის პირები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ბიზნესის მიმართ, ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი დარჩება აუცილებლად თავისუფალი, დავრჩებით კონსულტაციების რეჟიმში და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ფასების შემცირებას. მადლობა.